დაიწყეს ამასობაში თამაში ჯორჯიას ფეხბურთელებმა. უკვე ეცდება გოლდენ აკადემია გუნდის მოპოვებას მეთქის აჯანებთან ახლოს. ჯერჯერობით გუნდს აკონტროლებენ მასმძელი გუნდის ფეხბურთელები. ვარჯიშის ფლანგზე გადაიტანა ის თამაში ჯორჯიას თამაშებმა საკმაოდ მაღლა არიან ამოწეული გოლდენის ცენტრალური მცველები, რაც ცოტათი არის ყვა აქვს ვარდავილიძე ნახოთ რა სიძამს. ვარდავილიძის პასი მეტრეველის მისამართით ცოტათი ძლიერი ყოფილიყო, შეიძლებოდა ეს პასი გამოსულიყო, მაგრამ არ გამოვიდა. არა უშობს იქვე შეიძლება რა თქმა უნდა გუნდის დაბრუნება, პრესინგს თამაშობს გოლდენი ყოველი შემთხვევისთვის ვარდავილიძე კარგია აქაც, მაგრამ ვეღარ მოახერხა გუნდის შენარჩუნება, იქნება დაწმა კარიდან და გუნდი დარჩება უჯორჯიას. ის რაფად გაათამაშეს გუნდი. ისევ საკუთარ ნახევარზე და ჯერჯერობით მეტოქის ნახევარზე გუნდის ატანას ვერ ახერხებდნენ, ახლა დაიწყო თამაში და რა თქმა უნდა ამაზე საუბარი ნაადრევია, გოლდენმა მოიპოვა გუნდი ამასობაში და ნახოთ იმ შემთხვევაში რა იქნება, არა თუ დაკარგა ლეჟავამ. შემდეგ პირველი გუნდზე ეს უნდა იყოს ძალიან კარგად ითამაშა და ისიც გადავიდა მეთქე ნომერი გოლდენ აკადემიის ზოგადად ერთი შეხედვით უკან გადაცემა განყრელიძე მსაძე ისევ კენკიშვილი თუმცა ნახევარზე ათამაშებს გუნდს გოლდენ აკადემია ისევ ლომსაძე ორი ფეხბურთელის გამოცვაში შემდეგ მესამეს მოთხოვება არ გამოვიდა თავიდან ძალიან კარგი იყო და მეორე ნომერი კივი ჯორჯიას ფეხბურთელები ცდილობდნენ ის გადატანას მაგრამ არ გამოვიდა კარგი იყო განყრელიძე შემდეგ ჯერჯერობით კარგი მოძრაობები და კაპიტნის გადაცემა უკან შულის პასი ზუსტი არ გამოდის და ისევ მწვანე მაისურიანი ფეხბურთელები ცდილობენ. ჯერჯერობით გადავიდნენ მოტოქის ნახევარზე უბრალოდ ეს იყო თამაშგარეთ მდგომარეობა და ამიტომაც გოლდენი გარჩება ისევ გუნდით. თადარიქში ყოფილი ფეხბურთელებსაც გეტყვით გოლდენ აკადემიის მიჩერი, ბარბაკაძე, ჯახაია და ბუქაშვილი ფეხბურთელები არიან. ჯაბალეშკაშვილის გუნდის განაცხადში გუნდით ისევ გოლდენ აკადემია ამჯერად საკუთარ ნახევარზე განყრელიძე. შეიძლება ასე გაკეთება ცოტათი გარისკა 77 ნომერმა, მაგრამ კარგად თამაშობს ფეხბურთელები არიან ასე საჭირო ლეჟაოს ფრიდან და კარგად გოლდენ აკადემიამ და უთით ჯორჯია მეტოქის ნახევარზე რაც მგონი პირველად არის ხო? თუ გადაიტანეს გუნდი და იყო თამაშგარე იქ და როცა ასეთი პირველად არიან მეტოქის ნახევარზე გუნდით აქ დარტყმა შორიდან არ ზუსტია, მაგრამ არ იყოს ასე ანუ ეს ეპიზოდი იქნება დარტყმა კარიდან მაჭარაძე განაახლებს თამაშს. გაათამაშა იქ გუნდი აჭარაძემ და მოკლე გადაცემებით ეცდება რა თქმა უნდა ისევ გოლდენი ის ნახევარზე გადასვლას. პრეიზის პასი კარგია და ველიძე არ არის გადაცემა არ არის კარგი სატაოს მიმართულებით ვერ ითამაშა ამიტომაც გუნდზე სატავამ ისევ ჯორჯია ეცდება შეტევას კიდევ ერთი თამაშგარე იქნება აქ და გოლდენ აკადემიას დარჩება. ვარდავილის გადაცემა წინ რომ ყოფილიყო იქნებოდა არა უშავს ესეთი მომენტები იმედი არ იქნება და მოახერხებს გოლდენ აკადემია ორგანიზებული შეტევებს და გუნდის განაწილებას რაც ძალიან გამოსდის და გასულმა ლიგამაც და გასულმა სეზონმაც გვანახა არა ერთი ძალიან ლამაზი თამაში შემოთავაზა გოლდენ აკადემია პირველ რიგში ამ გუნდს ძალიან კარგად ახასიათებს ის რომ გუნდის კონტროლი შეუძლია და ესეთი გუნდების წინააღმდეგაც როგორც აი თუნდაც იბერია არის ნამდვილად ძლიერ გუნდთანაც გამოსდის გოლდენის პირველ ნომრად თამაში. აქ ჯარიმა რა თქმა უნდა და იქნება გუნდით ისევ გოლდენ აკადემია. ეცდებიან კვლავ შეტევას. აქ კი კარგი გადაცემა მეტრეველზე არ არის თამაშგარე, მეტრეველი საჯარიმოშია. გაიქცა აქ გუნდი. არა და მცდელობა არ იყო. კარგი მომენტი შეიძლებოდა შექმნილიყო ამ შეტევაში, მაგრამ ცოტათი გაიქცა გუნდი მე-10 ნომერს გოლდენ აკადემიის წამოვიდა ვით ჯორჯია შეტევაში, მაგრამ კარგად თამაშობენ უბრალოდ აქ გოლდენის ფეხბურთელები მუშკოდიან.
გუდიანის გადაცემა დაიბლოკა, ისევ რჩება ბურთით გოლდენ აკადემია. ხუთ ამჯერად რა იქნება, მეტრეველი არის ადრესატი, მაგრამ აქ თამაშგან მდგომარეობაში არის მეტრეველი და ბურთი დარჩება ვით ჯორჯიას. მე 5 წუთი მიდი ჩვენი შეხვედრის ისეთი საკითხო მომენტი არ ყოფილა ამ შეხვედრაში, ერთ-ერთი იყო ის რომ შევიდნენ დაარტყეს ვით ჯორჯიას ფეხბურთელებმა. გოლდენ აკადემიას ჭირი საკითხო მომენტი არის მეტოქის კართან არ შეუქმნია. თანაბარი თამაში მიდის, მაგრამ ძალიან ცოტა არის ჯერ გასული ასამში დაიწყო და აი ამ მიცემულობით შეიძლება ითქვას რომ გამოკვეთილი ჯერჯერობით არ არის. ასეთი გუნდის უპირატესობა ვით ჯორჯია. ეს გადაცემა ცოტათიც არის ყოა, მაგრამ მაინც გამოვიდა ფასი. შეიძლება უფრო აქტიურად პრესინგის თამაში. ასეთ დროს ძალიან რთული იყო ის აქტიურად ამოტანა ხო პრესინგიდან. ჯერჯერობით აკერხებენ ჯორჯიას ფეხბურთელები ბურთის შენარჩუნებას. გადავიდნენ კიდევაც გოლდენ აკადემიის ნახევარზე, მაგრამ ეს პასი ძლიერი იყო, ამიტომაც წესით არ უნდა გავიდეს გადაცემა. მოდატოვათ მოიწის ფარგლები და იქნება რა კარიდან იქი დაარჩება ისე გოლდენ აკადემიას ჯერჯერაზე ფეხბურთის თამაში. ჩანს გათამაშებას აკეთებს ისე ჯარაძე. გამპრეიცე ფსიქოე. ძირითადად შეიძლება. ეცემა ისევ კენკიშვილი. შეიძლება. ეს უძეზე პასი მაგრამ არ განზელაძეზე იყო ის გადაცემა, მაგრამ აქ არ გავიდა კენკიშვილი, აქ ყურადღებით უნდა იყოს ფეხბურთელები, ნანტაშვილმა გამოიტანა ბურთი, შემდეგ ცოტათი რისკი აქვს. ესეთი გათამაშება, ამიტომაც მოიგერიეს რომ 3 წინ გოლდენის ფეხბურთელებმა გარდაუვლის საჯობის მეორე სართულზე, შემდეგ ლუშკუდიანი ყურადღებით უნდა იყოს. აქ მაინც გამოვიდა ეს გადაცემა, მეტრეველის პასი, შემდეგ ლეჟავა წაიქცა და ჯარიმა ბურთი გოლდენს დაარჩება. მაჭარიც. ნიტაშვილი ათამაშებს საკუთარ ნახევარზე გოლდენ აკადემიას გიგებენ რომ გაიტანენ მეტოქის ნახევარზე ეს პასი ზუსტია მეტრეველი ნახევარს იზამს. მეტრეველის გადაცემას გამოვიდა იქ ერთი შეხედვით მეტრეველზე პასი ბანძელაძე შემდეგ მაინც გააკეთა გადაცემა კაპიტანმა ისევ გოლდენ აკადემიამ აქ დაიახ შეტევაში რა იქნება მომსაძე შეუძლია აქ დარტყმა და არა ცოტათი სუსტი იყო ეს დარტყმა. პასი იყო საერთოდ მომსაძის მხრიდან არ გამოვიდა. ცდილობა არ იყო იგო შეიძლება რა თქმა უნდა ამ შეტევაშიც უფრო მეტის მიხედა და ეს მეტი რა თქმა უნდა არის საკუთარ მომენტში და გატანილი გოლი. ის შეიძლება ეს თამაში ძალიან უცნაური მოგერიება საკუთარი კარის მიმართულებით ჯორჯიას ფეხბურთელის მხრიდან და უცხური ექნება გოლდენ აკადემიას. არაფრიდან ექნება ჩანსი სტანდარტულის მეშვეობით ჯაბალეშვილის ბიჭებს რომ ხონ მომენტი შექმნა და გოლის გატანა მეტოქის კარში. მთელი გუნდის მეტოქის ნახევარზეა რა თქმა უნდა გოლდენ აკადემია მეკარის გარდა. ნახოთ აი ამ სტანდარტულს გამოყვება. განზილაძე მოაწვის ამ მსუბაში კუთხურს დაბალი გადაცემა გააკეთა, ფიფათო იყო მაინც, მაგრამ გრძელდება შეტევა არ გამოვიდა აქ შეუშალის ხელი ერთმანეთს დანიტაშვილი შემდეგ ნახოთ რას იზამს და არტყა საკმაოდ საფათოთ და მეიკარი აფიქსირებს აქ ფულს. მაინც ძალიან კარგი მომენტი იყო, შეიძლება რა თქმა უნდა აქ გოლის გატანა, პირველი ისეთი რეალური მომენტი რომელიც ვით ჯორჯიას კართან შეიქმნა. გოლდენ აკადემიის მონაწილეობით და აქამდე ჯორჯიას ფეხბურთელთა შექმნის თავიანთი მონაწილეობით საკუთარ გასაგებად კი აუცე გადავიდა ბურთი და დარჩება გოლდენ აკადემია ისევ ბურთი სწრაფად დაიბრუნეს ბურთი გოლდენის ფეხბურთელებმა და ეს არის სახასიათო რომ გოლდენ აკადემიის თავარი სათამაშო სტილი არის რა თქმა უნდა პირველ ნომრად თამაში და სწრაფად ბურთის დაბრუნება რაც ძალიან კარგად გამოვიდეთ აი აქ ჯაბალეშვილის შეგირდებს
ასეც გასულ სეზონში ძალიან ხშირად თამბის მონაწილეობით უთი დარჩება ის აკადემიას და ამის თამაში წესები ჯორჯიას ფეხბურთელებმა. კონკიშვილი ძილაძე ძალიან კარგად მოქმედებს და კაპიტანის შესანიშნავი იყო განყრელიძე შემდეგ ნახოთ რა სიზამს ეს გადაცემა კი არ გამოდის. კარგი იყო აქაც ეს ძდელობა რომელიც ქონდა გოლდენს ბანძილაძის ის მოძრაობები ორ ფეხბურთელს შორის ძალიან ლამაზი იყო და კარგი იქნებოდა უფრო მეტად რომ გაგრძელებულიყო ეს შეტევა და საფეხბურთო მომენტიც ყოფილიყო ესეთი დასაწყისი იყო ხო საერთოდ და ამ შეტევის მაგრამ არა უშევს ისო ბანძილაძე აბა ვნახოთ აქ რა სიზამს მომსაძე ჯერჯერობით ძალიან კარგად თამაშობს მომსაძე ბანძილაძე გულ სიტუაციაში არის ეს ფეხბურთელები პასი არის ამოწობაში შესანიშნავია ფეხებს შორის გაუწმინდა კურსი მეტოქეკულის ფეხბურთელს ბარდაუელიძე ცდილობდა აქ ის მოპოვებას არ გამოვიდა და უმის სამართოდ მოიგერიეს ბურთი ვიჯორჯიას ფეხბურთელებმა. აი ესე გააქტიურდა გოლდენ აკადემია და აქტიურად ბურთი არ აქვს ვიჯორჯიას რაც დაიწყეს გოლდენის ფეხბურთელებთან თამაში. აი ამის მერე საერთოდ მეტოქის ნახევარზეც ვეღარ გადადის ვიჯორჯია და ეს ძალიან კარგი თამაშის სცენარი უკვე გოლდენ აკადემიის არის. ოღონდ ჯერ არის ყველაფერი წინ. პირველი ნახევარი მოდი ასე ვთქვათ, მე-11 წუთი მიდი ჩვენი შეხვედრის ხოლმე და მხოლოდ. მაგრამ საინტერესო თამაშია და აღინიშნოს არ გამოდის ის დარჩება ხალი პასი ზუსტია ეს გადაცემა ერთი შეხედვით გაგრძელება აღარ გამოვიდა სადავაზე იქვე შეიძლება რა თქმა უნდა ბურთისთვის ზოლა და პრესინგის თამაში რაც წაკითხებს გოლდენი ამიტომაც მოიგერიეს ბურთი ვიჯორჯიას ფეხბურთელებმა მისამართოთ და ეს არის რა თქმა უნდა მთავარი პოზიცია რომ პრესინგს თამაშობს მეტოქის ნახევარზე და მარტივი არ არის არასდროს ამ პრესინგის დაძლევა გუნდიც არ უნდა იყოს ჯორჯიასაც გაუჭირდა შენარჩუნება ბანძელაძე აქაც ძალიან კარგია შესანიშნავი იყო ესეც ბრავო ისო ბანძელაძე არ არის თამაშგარი რამოთ ეს ეპიზოდი კარგი პასი მეტრეველი ძალიან კარგად ითამაშა კაპიტანმა და შესანიშნავი პასი რომელიცაც მეტრეველმა მოუკეთა გატანა მე-12 წუთზე გოლდენ აკადემია დაწინაურდა და ეს გოლი რა თქმა უნდა ბანძელაძეს ეკუთვნის გასაგებია ყველაფერი მეტრეველმა გაიტანა და აარსა ძალიან კარგად მაგრამ იქამდე რაც გააკეთა ბანძელაძემ იყო ფანტასტიკური საოცარი ეპიზოდი ვაჭუქა აქ ბანძელაძემ ზოგადად ძალიან კარგ თამაშს ატარებს და რა ვიცი კაპიტნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომენტი ზოგადად რაც წამიყვანია გოლდენის თამაში აი აქ ნახეთ ჩვენ ეს ეპიზოდი განმეორებით და არ ვიცი მართლა ძალიან ლამაზი მომენტი იყო კიდევ ერთი განმეორებით მეტრეველის გოლს და იქამდე ბანძელაძის საოცარ მოძრაობებს მე როგორც შევნიშნე ორჯერ სამჯერ მინიმუმ ფეხებს შორის გაუწმინდა მეტოქის ბურთი და შემდეგ პასი იყო idеალური ვეღარ ითამაშეს იქ ვიჯორჯიას ფეხბურთელებმა ბურთზე აკი ვიჯორჯია ბურთით რა თქმა უნდა გააქტიურდებიან ვიჯორჯიას მოთამაშეები ეს სხვანაირად ვერ იქნება მაგრამ გოლდენ ისე თამაშობს რომ ძალიან რთულია ასეთ თამაშის ფონზე მეტოქეს რაიმე წინააღმდეგო გაუწიო აი ეს გადაცემა გავაკეთეს ვიჯორჯიას ფილოსოფიას და ჯარიმა რომელიც აი ეს რა თქმა უნდა სასიამოვნო კარგი სტანდარტული ექნება ვიჯორჯიას ფეხბურთელებს კიდევ ერთხელ განმეორებით გატანილი გოლი, პასი იყო მართლა ძალიან მაგარი. ბრავო. ყველაფერი კარგად გაკეთდა 10-იანზე გოლდენის ბანძილაძე რა თქმა უნდა თავი მოქმედი პირი იყო. მეტრეველმა ძალიან კარგად დაარტყა ერთი შეხედვით ისე რომ მეყარის არანაირი შანსი არ ჰქონდა ის მოგერიების, აკი ცველები უნდა იყო ყურადღებით და ეს ეპიზოდი უნდა მოიგერიონ გოლდენის ფეხბურთელებმა. მე-14 წუთი ამოიწურა სულ და ანგარიში არის სულით ერთი აკი მივიდა მაგალითად და აღარ იჩქარებს რა თქმა უნდა გოლდენის მეკარე სანდრო მაჭარაძე იქვე გაათამაშა კენტიშვილზე ბურთი აი აქ უკვე ვიჯორჯიას გილოს პრესინგის თამაში მაგრამ ხო გოლდენ აკადემიას არ ერთხელ ასეთ დროს გადაუტანია ნახევარს და აქაც იგივე მეტრეველის პასი იყო ორიგინალური ის გოლს არ გამოვიდა მაგრამ თვითი დაარჩება გოლდენის ხო იმის თქმა მინდოდა რომ გოლდენისთვის პრესინგის თამაში მეტოქის მხრიდან არ არის
დაბრკოლების მაგვარი, იმიტომ რომ ამბობს შეუძლია მოკლე გადაცემებით მარტივად ფონის გასვლა ასე დროს, რაც ფერეთ იშვიათია. ფეხბურთში ვანდელაძე აქაც ძალიან ამაზე თამაშობს. ვითი შეინარჩუნა თავარია გოლდენმა ლობსაძე არა. და შემდეგ მოდე იქნება გამეორი ნომერი და ება აუტი ჯოჯია დაჭრა. ბოლომდე გენგიშვილი შეიძლება თავი მეკარეზე ასე მაგრამ არ გარის კი გადაარდო აუტზე ფუთი გენგიშვილმა ისე ვიჯორჯია დარჩება შეტევაში მარჯვენა ფლანგიდან არასორი მოწოდება ვერ მოწოდეს შეჩას კარგად საუთი ჯორჯიას ფეხბურთელებმა ამიტომ აკადემია დარჩება აპრელიზე მოდის ისე გოლდენ აკადემიის მაგრამ განძელაძე აბა ნახოთ იზამს არ მივიდა და ფუთი ამჯერებს კი ბულგარიის ფუთი მისამართოთ ჯორჯიას ფეხბურთელებმა პირველი იყო გენგიშვილი მაგრამ გადაცემა არ გამოვიდა კი ერთი შანსია შეტევის განყრელიძე ძალიან კარგი თამაშით გაწევში შემდეგ ფუთი ვიდაჭრა გოლდენ აკადემიას ახაც კარგად ითამაშეს უბრალოდ გოლდენის ფეხბურთელებმა ესე ერთი ეს დათმა ну ასე თუზახი გატირდა და შექმნის მომენტებს ხო აი მეტად თავშევარჩი უქმიანიც მაგრამ ყოველ შემთხვევაში გააქტიურებული არის ეს იმას ნიშნავს რომ გოლდენს სივრცეები დარჩება შეტევებზე უკან და ეს და განსაკუთრებული აქტივი ბურთით ჯორჯიას ფეხბურთელები არიან გარეთ ერფით გადაცემა თამაშგარია ჩანდა თავიდან რომ იყო თამაშგარი მდგომარეობაში ეს ფენომენი გათამაშა სამშობლოში ბურთი გოლდენ აკადემიის ფეხბურთელებმა ძელი გადაცემა რომელიც არ გადის მაგრამ თი დარჩება ისე გოლდენ აკადემიას ხო მე-18 წუთი მიდის ჩვენ. ასლარად არავინ არ მოუხსნის და არა უწყობს არაფერს. ესაა გაფრენდი. ახლა. ხო. ანგარიში არის 0-1. იგებს ბანძელის საოცარი პასით და მარკელის გოლით გოლდენ აკადემია. ჯარიმა ასობაში ისე გოლდეს დარჩება. კაი. ახლაც დაურეკე მაგას, ხოთე დაურეკე. ვის და იმ პანელებში დაგიბოიმას. ასმაში მოხსნილი. კაი, კოდიკ დაურეკა მაშინ მე ხოთა იმას. ყველაფერს დათამაშე სიკეთე. ინსპექტორებმა არ გამოდის ამაში. გადაცემა თვითონ კარიერა ვიჯორჯია აცდილებს ამ შეტევას. აქაც ეს ჩამიშგვარი უნდა იყოს მაგრამ ახლა კამდე დააფიქსირა ჯარიმა თავმა არბიტრმა. სამუდაც კენოდა ერთ საათად. აუჯი ასეთი არის ნუ გეგი დაბაძანე რასები
სტანდარტულია. ჯორჯიას ცოტა ჩორია კარადო და მართლა მგონია რომ ჩაწოდება იქნება და ყოველდღიურად უნდა იყოს სპეციალები დაცვაში. გაცემა საჯარიმოში არგი იყო მუშკუდიანი. შემდეგ დარტყმა და სტერეოტიპი გარს იქნება. მაკაი. მუშკუდა ძალოვანი სტრუქტურა არის რა. ალი უნდა დალიონ 40 სრუთიანებია. ზოდა ხნით შეისვენებენ. ფეხბურთელები. ამაში 20 ჯერ გავიწევ. ჯერ 10 მეტი არის რა თქმა უნდა. რა. ახალ წავიდა. რამდენი გავიდა? მოჩა პირველი და ეს. არა, არნაჟი წყალზე გავიდა. გაგრძელდება სულ მალე ჩვენი შეხვედრა. რანგარიში 0-1-ია. პირველი ტაიმის 22 წუთი მოდის და ეს აკადემია იგებს მეტაველის გოლით. ნახოთ როგორი იქნება პირველი ტაიმის ბოლო წუთებამდე თამაში. მეორე ტაიმის ნახოთ რა იქნება პირველი ნახევრის რანგარიში არის გასაკვირი. ეს აკადემია ჯერჯერობით მარტივად იგებს. ვთქვათ, რამდენიმე ცდელობა ქონდა ჯორჯიას მომენტები შეექმნა, მაგრამ ეს იყო ანგარტულების მეშვეობით და აშორეული გასვლა. კომიტი განსაკუთრებული არაფერი, მოიძე თამაში თავით არ გამოვიდა, შემდეგ აშორეული დარტყმა ისევ, კიდევ ერთი შორეული ცდელობა ჯორჯიასი, როგორც ჩანს კუთხური იქნება და არჩევია ის შეტევაში ჯორჯიას ფეხბურთელები. მიიღო კუთხეში თამაშა სახელოვანი გუნდების წინააღმდეგ. უბრალოდ ესეთი პროექტები ქართული აკადემიებისთვის, ქართული გუნდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჯერ ნახოთ ეს ეპიზოდი კუთხური და მე უკვე ჩაწოდდა და თითქოსი კარგი იყო ყურადღებით ითამაშა მეკარემ. სწრაფად შეიყვანეს თითქოსი თამაში პასი ზუსტია მეტრეველი შემდეგ ნახოთ რა იქნება. ჯერჯერობით გუნდს ინარჩუნებს მეტრეველი, მისი გადაცემა საკმაოდ კარგია და ნახოთ აი ამ შეტევაში რა იქნება გაავთვალა ეს პასი. ბაბა ვარდაველიძე რუსი თამაშის მაინც ჯორჯიას ფეხბურთელთა ბურთზე და გამოიტანეს კიდევაც ის თამაშები ჯავა გამოვიდა გადაცემა. ისევ დაიტოვეს ფეხბურთი ჯორჯიას ფეხბურთელებმა არ არის თამაშგარე როგორც ჩანს და დარტყმა და გადარჩა გოლდენ აკადემია მე მგონი არ შეხებია ბურთს. ჯერაძე იქნება დარტყმა კარიდან. ხო ასეთი მომენტი რა თქმა უნდა არის სასიამოვნო. ეს ის არის რომ მცველები არიან ძალიან მაღლა ამოწეული ხშირად გოლდენ აკადემიის და უკან ჩება სივრცეები ერთი დაბალი პასი და თუნდაც მაღალი გადაცემა ძალიან საფიქროა და შეიძლება ერთიედაც გავიცნო ეს ფეხბურთელი ცოტათი არის ყო ასეთი ტაქტიკა ზოგადად. კი გუნდმა დატოვა ეს ფაქტები. ხო რაც ვამბობდი რომ ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ევროპული გუნდების წინააღმდეგ თამაში და ასეთი მაღალი დონის გუნდების წინააღმდეგ აკადემიას ყავდა მეტოქეებად და ეს
პროექტი არა მარტო გოლდენისთვის უნდა იყოს, თანაშემ ქართული აკადემიები და ქართული გუნდებიც უნდა ჩაერთონ აქ ვიჯორჯია ისე შეტევაში. კარგი თამაში დაწესა ლეჯეოსფრიდან, შემდეგ პასი გააკეთა. ვეღარ შეინარჩუნეს პურტი გოლდენის ფეხბურთელებმა. ისევ ვიჯორჯიას ფეხბურთელების ცდილობენ შეტევას, მაგრამ უჩგუდიანი თამაშით კარგად დაწესში და შემდეგ აუტი. ცოტათი გააქტიურდა ეს ძელი გუნდი, რაც ისაკა იმაში რომ მეტოქის ნახევარზე არიან, უფრო მეტად. მაგრამ ანგარიში არის 0-1. იგებს გოლდენ აკადემია, მთავარი შედეგია. შედეგს უკვე მიაღწევა თამაში. ეს მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა, მაგრამ კი, რასაც ხედავთ პირველი წუთიდან მომენტამდე ძალიან კარგი გამოიყურება ჯანყალეშკა შეიძლება დაცვაშიც და შეტევაშიც. ესე ორივე მხარის გამოჯერება. კი, მომცადზე მივიდა. ბიჭო, ბურთალ, მიდი. იქვეა კიდევ შემდეგ გადაცემას. არ შეიძლება დაკარგვა, განწევიძემ შემდეგ გამოასწორა შეცდომა. იგერიას პუთი, ჟონ მოიგერია არც თუ ისე კარგად, შემდეგ ისევ ჯორჯიას ფეხბურთელების ცდილობენ შეტევას. გადაცემა გავიდა მარცხენა ფლანგიდან, ისევ ჯორჯიას ფეხბურთელობას საკმაოდ საფრთხო დარტყმა და ეს მალადე. გაიტანეს გოლი ჯორჯიას ფეხბურთელებმა. ხო, ნუ ერთ-ერთი ანგარიში არა უშოს, მაგრამ აქ შეიძლება რა თქმა უნდა ეპიზოდის თავიდან აიდებაც, მაგრამ უშოს ერთ-ერთი გოლდენ აკადემია ეცდება ისე რა თქმა უნდა წინ გასვლა სამშაბათში, თუნდაც პირველივე ნახევარში. მე ვთქვი რომ ჯორჯია ძალიან ისეთი სახელოვანი გუნდია და არ არის მარტო ჯორჯიასთან გამარჯვება. რამე შეუძლია რა თქმა უნდა ჩვენ დროსაც ძალიან დიდი სპონსორია. ფეხბურთი ხდება შეიძლება ეპიზოდები ბუთით ჩალეშკაშელის შეგვიძლია აი მთავარია გოლდენმა დაიწყოს. პირველ თამაში და მეტოქს ნახევარზეც გადავიდა. ასეთი შესაძლებლობები არ შეიძლება ჯორჯია ისევ და ძალიან საფრთხო გადაცემა ჩარაძის მიიღო ბუთი. და მეშვიდე წუთი ჩვენ შეხვედრის ანგარიში 1-1-ია. ორი გოლი გავიდა. ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში აქ ჯარიმა მოწეული სიგარეტით დაირღვა. ნომერის თამაში წესები და გოლდენ აკადემია დარჩება ეს. წავიდა! რახან შეუძლია გადაწყვეტილებას და გუნდებს და ჩვენს სპაიზოს ევროპული გუნდების ძინა დროა რომ აკრების წარმატებას გუნდურმა წარმატებამაც ჯორჯიას დარტყმა და არგია რომ ასწავლა მაგრამ აქაც ძალიან ისეთი მომენტი იყო ძალიან მარტივად მოხდა ერთიელზე ასის გაკეთება და ეს ცოტათი გამოსწორებელი იყო დაცვაში ამ კუთხით თამაში იმიტომ რომ ესეთი გადაცემები კიდევ ერთხელ იქნება ჯორჯიას და დასკვნას თიც გოლდენ უშკობია კარგი თამაში ძალიან წავიდა! აქ გარდაველიძე ვერ ითამაშა აქ გულზე ეს გადაცემა სარისკოა ძალიან, მაგრამ ის გავიდა. კიდევ ერთი გადაცემა მცველებზე რელიძე ნახეთ კლასიზამს პიდაუარდა აქ შეტევის. სადა დავიდა ვიდო არცელიან სამბურს აჭერს ამბავშებს და ნახევარი საათი გავაცვლით, სულ ცოტა ხანში თამაშის დაწყებიდან. თვით გოლდენ აკადემია განაბარი ანგარიშია პირველი ლიგის ჯარიმა საერთოდ დარჩება ჯორჯია შეტევაში და იქნება სტანდარტული პირველი ტაიმის მეორე ნახევარში ძალიან
ჯორჯია და ობიექტურად თქვა რომ აჯობა ჯერჯერობით გოლდენ აკადემიას, მაგრამ უნდა გვანახა პირველ წუთებში რომ შეუძლია მათაც აქტიურობა და ორი შემთხვევისთვის მეორე ნახევარში ველოდებით უფრო მეტად პირველ აკადემიას ჯერ თუ არის რა თქმა უნდა არჩევილი სადღაც 10-11 წუთი პირველი ტაიმის დამთავრებამდე ჩაწოდება საჯარიმოში და არც მოხერხდა არ იყო ეს საფათო, მაგრამ ხო მეორე სართულზე მაინც სორთი აქვს უბრალოდ სოლოვი ჯორჯიას გაკეთებს სიმაღლე გამომდინარე აქაც იყო მაინც საფათო ეს ეპიზოდი თამაში სადაც ხუთი მაჭარაც კი პრესინგს თამაშობს ჯორჯია და ხელაზე არიან ამოწეული ხედავთ ჯორჯიას მეკუთელები შეიძლება ის კარგი იყოს გოლდენისთვის იმ კუთხით რომ მათაც შეუძლიათ ძელი გაიცანოს საკეთება ზურგს უკონტროლებს და იგივე რაც საკეთებს ჯორჯია იგივე ითამაშეს გოლდენ აკადემია აქ კარგია მუშკუდიანი რთულ სიტუაციაში აკეთებს თითი შენაჩუნებს უბრალოდ პასი ვეღარ აკეთებს ზუსტ და დაკარგეს ბურთი ისევ ჯაბალეშკა შელის ჩერბაკი არაფერია ესით გააჩერა თამაში ვერ გავიგე არ არის თქმა ჯარიმა მუშკუდიანმა ვერ მოიგერია ბურთი და კიდევ ერთი ეპიზოდი ექნება ჯორჯიას ასე გამოვიდა შევეგულია ჯორჯიას მოთამაშე გავიდა უკვე ნახევარი საათი დაწყები და თან ბარი ანგარიში შეიძლება ის პირველი ტურის ის პირველი ჯორჯიას და გოლდენ აკადემიის შორის ერთია ეს ანგარიში მაჭარაც შვილი ჯგუფიანი ჯავა ჯოსპასი არ გამოდის ისევ ჯორჯიას საფეხბურთელები არიან დაიჭირეს კიდევაც ის გავიდა მარცხენა ფლანგის გამიცა ჯორჯიას ფეხბურთელები და ძირითადად აი ამ ფლანგიდან მოხერხდება ჯორჯიაში აქაც საფათოა ძალიან და ვერ შეეკვა ფეხბურთელი მაჭარაც მივიდა კურთი პირდაპირ ხელებში და მე-13 წუთი დაიწყება მაგრამ ისე უცვლელია მაგრამ თამაშის სცენარი არ არის ეს გადაცემაც არ გამოდის შემდეგ შორეული ძალიან საფათო დარტყმა და აქაც აწყობთ გას მაგრამ ძალიან საფათო იყო ეს დარტყმა დაკარგული ქონდა პოზიცია მაჭარაძის ყოველი შემთხვევისთვის ვერ მოახერხებდა დიდი ალბათობით ბურთზე თამაშობდა სულიკო კარში მოკლედ დავიდა ასე ვიყურებთ შუა მართლაც ძიტია იყო ჯორჯიასი რაც არ არის კარგი და პირველ ნახევარში მაქსიმუმ და მეორე ტაიმში უფრო მეტად უნდა იცავდეს გოლდენ აკადემია ბურთი დაიჭიროს თავი ეს არის ჯერ მაგრამ აი ესეთი შეცდომებით პირველ ტაიმში შეიძლება ჯორჯია მეტაშვილის გადაცემა ძლიერი აქ ნახოთ რა იქნება გადაიჭიროს გოლდენ აკადემიელებმა ძელაძის გადაცემა გამოდის არავის კაპიტნის პასი ზუსტი არ არის და იქნება აუტი არჩევა ჯორჯია ნახევარზე მოდის ცენტრთან ახლოს იქნება აუტი ლავი ჯორჯიას ტილებში ზევ ესეთი სტილი და ესეთი შეტევები სულს უკან პასები და ბიჩარბინა ძალიან სარის ყუასოდეს ასეთი თამაში ყო უთი დარჩება გოლდენს გაათამაშა მაჭარაძემ ეშულმა მოიგერია ბუთი ტრეველი არ მოვიდა ბუთი აქ მე ტრეველს შეიძლება იქ ბუთის მოპოვება გამოვიდა ამჯერად და უკან შემდეგ მეკარეძე პასი პასი არ არის თქვა კარგი შემდეგ აქ ახლა იქნება ბუთი არჩება გოლდენს დარტყმა ამასობაში და რიკოშეტი მეკარე ახერხებს ბუთზე თამაში კარგი მომენტი იყო აი ახაც შეიძლება ის მოპოვება არკად თამაში ჯორჯიას ნომერი გამოვიდა
მანძილაც ეს მოძრაობა ლეჟავა შემდეგ აიცა ლეჟავა ჯარიმა მაგრამ გრძელდება შეტევა სატავას პასი არ გამოდის შემდეგ მეტრეველი აღარ გააჩერა ამაში არბიტრმა შეტევა გაგრძელდა გოლდენის მაგრამ არ გაგრძელდა ისე რომ მომენტი შექმნილი იყო ტვიჯორდია მაგარებულ დაიქტორენ არა პრიატ ეს კარიცემა არ გამოდის შვილი გოლდენ აკადემია არ არის ასე არის ის სამართლით ასაკეთები მას ჯარიმა თვი დარჩა ეს კარგია რომ თავარი აქ არის რომ მუქი მოიპოვოს გოლდენის ფეხბურთელებმა და მეტოქის ნახევარზე აქვს სტანდარტული მანიტაშვილი არის თთან ორჩას ის ჩაასწრის საჯარიმოში დარტყმა არ მგონია აქ იმიტომ რომ ფედერთან შორია კანონი. თვითონ აიტაშვილს რა აქვს მოფიქრებული? ჩაწოდება საჯარიმოში საკიფათო იყო მაინც ეს ეპიზოდი და ლუი და ბუთი ვიჯორჯიას მეკარის. კარგად ჩააწოდა მაინც აიტაშვილმა ძლიერად გაუშვა ბუთი მეტოქის საჯარიმოში. მუშკოდიანის გადაცემა ზუსტია. მეტრეველი ვნახოთ ჩემ გრასის აქვს. ვანძილაძე იხსნება მიუღეს ბუთს კაპიტანი შეუძლია მას შორიდან დარტყმა. არა, ამჯერად არ გამოუვიდა, არა უშავს ხო მეტრეველის პასი და ვანძილაძის დარტყმა შემდეგ არ იყო. კარგი, მაგრამ ვანძილაძის გაუტანი არაერთი ასეთი დისტანციიდან გოლი განსაკუთრებით ამას. თუნდაც გასული სეზონი ლიგაზე, ნახევარფინალში განის წინააღმდეგ ორივე შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა. შორი მანძილიდან ახი ბუთი ის დარჩება ჯორჯიას. და მე-17 წუთის უმალე ამოიწურება პირველი ტაიმისთვის განკუთვნილი ძირითადი დრო და ანგარიში კვლავ უცვლელია ერთ-ერთია საერთოდ ჯორჯიას საფეხბურთელებმა ამიტომ დარჩება ბურთის გოლდენ აკადემია გოლდენი მოაწყვის აუზს განკრელიძე გააკეთებს ამას მოაწოდა ამასობაში განკრელიძე ლავ გოლდენის ფეხბურთელები ლეჟაოს პასი არ გამოდის მაგრამ მაინც დარჩება გოლდენ აკადემია ბანძელაძე მომსაძია იქვე გიტა 22 ნომერზე ბანძელაძე შემოუდინა მაგრამ საძემ არ გამოვიდა მოსგავება იქნება აუტი ისევ გოლდენ აკადემია დარჩება შეტევაში შედი განკრელიძე მოაწოდა აუტი ზუსტად შემდეგ შკუდიანმა უნდა ითამაშოს აქ ბურთზე მეკარეს შეიძლება პასი აქ არ არის ისეთი გადაცემა ძალიან სარისკოა ასე დროს მაინც აგრძელებს ჯორჯია შეტევას ხო თავია ბურთი მოიწევს ჯორჯიას ფეხბურთელებმა ჩაწოდება შემდეგ საჯარიმოში მუშკუდიანი თამაშობს თავით ისევ ჯორჯია შეტევაში დარტყმა და ვულკანიზაციაში მამუკასაც ხონდა მაგი ყველასა რაზე რა არის დაიწყო ბოლოს წინაწუთი ამასობაში ჩვენი შეხვედრის პირველი ტაიმის გულდენი ამასობაში გულთით დაველიძე ხოლმე. ნუ მიჩვენა რომ იქ იყო თამაშის ეს დარღვევა. ეს ყველა ვულკანიზაციაშია მართალი. მიდი სადო. მიდი. ლოკაცია წარდი. აი აქ არ გამოვიდა გადაცემა. გართული ორი. მიდი წავიდა. მეტრეველი ნახე ბიჭო თუზე. ასი საკეთებელი გავიდა განძელაძე და არ ხამს და არა მეკარეს მიუვიდა ბურთი აქაც არ გამოვიდა მაგაპიტანს აუარდა ბურთი და ამიტომაც ვენო ხაბუს კარგად ფეხი მეკარეს გაათამაშა ჯორჯიას ბურთი და უკვე ლებოდა მაგრამ აქ
შემეს ჩართული მაგრამ თამაშებში მეორე ნახევარში პირველი ტაიმი 1-1 დამთავრდა პირველი ტაიმის ანგარიში 1-1-ია. ჯორჯია პოლტინ აკადემია იგებდა აკადემია და ჯორჯია მოახერხა ანგარიშის გათანაბრება პირველი ტაიმის მეორე ნახევარი ჯორჯიას კონდა უპირატესობა მაგრამ პირველი ნახევარში გოლდენ აკადემია მეორე ნახევარში როგორი იქნება და როგორი თამაში წავას უბრალოდ აკადემიისგან პარაცინა არ გამოდის სამოცობაში შეიძლება გამოყენება ანგარიში ბაზრის ავტორი საგოლე პას პლუს გოლი და 2-1 კაპიტანი მოახერხა ისევ წინ გაყვანა გოლდენაკადემიისგან ბრავო შესანიშნავი დარტყმა იყო მეკარი ვერაფერს ვეღარ იღებდა შეცდომა დაუშვეს ვით ჯორჯიას მეკუთვნელებმა და სწრაფი გოლით გავიდა წინ გოლდენი მეორე ნახევარში განმეორებით ხედავთ ეპიზოდს ძალიან კარგი დარტყმა იყო არანაირი შანსი მეკარის და 2-1 აი ასე ორივე გოლში თავარი მოქმედი პირი გოლდენის კაპიტანი გამოვიდა ვით ჯორჯია ვით და რა თქმა უნდა გოლდენ აკადემია პირველ ტაიმში ნახავს ეს ყოველივე გოლდენმა იგებდა გუნდი და ხალით უკვე და ანგარიში გაათანაბრა ვით ჯორჯიამ ამიტომ ვით ჯორჯია ისევ ეცდება აქტიურობას და ისევ იცდებიან ანგარიშის გათანაბრებას როგორც ნახე განმეორებაზე არის არის ხო კარგი ვით ჯორჯიას მეკუთვნელები შენია შორტი მეორე წუთია 2-1 შოთი მადოს უნდა მოიგერიო თუმცა რაღაც უკვე სტანდარტული იქნება ჯორჯიას დისტანციიდან კარში გათმაც შესაძლებელია მაგრამ გაჭიქიდე ურბენი კარში დაარსა მაგრამ ძალიან არასწორი იყო და ჩაკიდე მაგარი შეხვდი დიქ შეხვდი გაათამაშეს ამასობაში გუთი გოლდენის მეკუთვნელებმა მიტაშვილი ძალიან კარგი იყო ესეც ასე შემდეგ გიანი ერბი კარგად მაგრამ დაიტოვა გააკეთა კიდევ ოთხი ცატაო არა გამოვიდა ცატაოს პასი ისევ ნანიტაშვილი განძელაძე კარგად თამაშობს აქაც განძელაძე შესანიშნავად დატრიალდა შემდეგ პასი არ გამოდის თივის დარჩება რომსაძე მიეცი ისევ განძელაძის უკეთებს გადაცემას ნახოთ ამჯერად რას იზამს არა ჩვენები თამაშობენ კარგად და ზე გადადის გუნდში კარგია ისე გოლდენის აქტიურობით მიდის შეხვედრა საუთი ჯორჯიას მეკუთვნელებმა ისე გააკეთა ვიდეოს შესავადა ვაწეწდები საუს რა არის დავიდა მიჯამი არჩევ მოწოდი წავიდა მიდი მართლაც დარჩება ვიტანის ჯორჯიას მეკუთვნელებმა მიდი ორომა ჯერაძე მაგ გარიშკა მაგრამ და კუთი დაიჭერა კიდევ სკოლებში
შეკები გაათამაშა. იქვე შეხვდი რაუნდი არ ჩაატოვებიდო. უშკურიანი მოასწრეს. სოვი ჯორჯია შეტევას. მიტაშვილი წინვალია ამ სიტუაციაში. მნიშვნელოვანი თამაშია. სამი შემდეგ მაღალი გადაცემა გააკეთა ბარდაველიძე ვერ ითამაშა. ისევ დარჩება. თამაშგარე სიგურე. გოლდენ აკადემია. განძელაძე. დამჯერად რასიზმს. შემოდი რა, შემოდი რა თუ შემოდი. მოვიდა. უება. და შემდეგ ეს გადაცემა გავიდა. წავიდა რასი დავიდა. ეშვილი არ გვეც. ჩასა არ გვიოთ ამ ჩისწესები. არა. მთელი ბარათი მიიღო. ეშვილმა ის არის. მომბავიცენ, თველი არის გაფრთხილებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ცოტათი მოძრებით უნდა იყოს და ასევე რამე გარისხოს ასე. მთელი ბარათი აქვს და საფრთხილოა ასეთ ორთოძულებში შეიცვალა და აქ სტანდარტული ექნება ჯორჯიას ჩერია ჩეტევში არიყო ჯარიმა საკმაოდ საფრთხილი ჯარიმა არის. შეიძლება კარში დაარტყმოს ამიტომ. ჩაგაძე. მით არის რა. ბენი ხმა ძალიან ის გოლ! ის გოლი არ ჩაიფლება, იმიტომ რომ ხარიხას მოხდა გუთი და პირდაპირ ხარიხიდან მიუვიდა გუთი ჯორჯიას ფეხბურთელს და არანაირი გოლდენის ფეხბურთელს განმოყოდრია. ეკარეს რომ მოიგებინა და შემდეგ დაემატებინა გოლი ჩაიფლება. ესებში არის ხარიხა იფლება გოლს. თამაშგარე იყო რა თქმა უნდა სკუპოს. და ეს გოლია. ისე გოლდენ აკადემიას ტიმში. შეუშვი გაკეთდა საჯარიმოში გადაცემა, მაგრამ ეკარეს მიუვიდა ბურთი ხელებში. დროზე. ძილობენ ჯორჯიას ფეხბურთელების შეტევას. არ გაუშვა. აი, მე იცოლა და ეჭარიმა. იმედია აღარ განმოვიდა ასეთი რა. შირობიან და კარგად დასკუთა. 2-1-ია, კიდევ ერთხელ შეგაცემთ იგებს გოლდენ აკადემია და ბანძელაძე. მიტაშვილი არ არის საჭირო ასეთი არის ყვა. ბანძელაძე ყვა. ის ეს გადაცემა ჯორჯიას ფეხბურთელების ტილობენ აქ. ეს მაგრამ კარგად თამაშობს. ელვიჯო, პასი. თით ჯორჯია ამასობაში. კარგი. დაცვაში. აკადემიამ ისიც გაკეთდა, ეს გადაცემა არ გამოდის, კვლავ ჯორჯიას ფეხბურთელები სტებიან შეტევას. ხაზდახურო? როდამთავდა და დავხურო, ხო ბაი? შეირახე ვარტაში. არა, რას თავი. რეზი შეხვდი იქა. ურთით გოლდენ აკადემიას. განძელაძე, ანიტაშვილი. გადაცემა ბარდაველიძის სამართით რა ხუთი მიიღო, ბარდაველიძე პასი გააკეთა, ოღონდ ძლიერია ეს გადაცემა და მეკარე როლერ გამოვიდა ჯორჯიასი კარიდან. ბურთი ვიზარჩება ვიჯორჯიას როგორც ჩანს ისევ. რეგებით უნდა იყვნენ გოლდენის ფეხბურთელები.
კანი გადაცემა, დარტყმა შორიდან. არ არის ეს დარტყმა ძლიერი. ბოდიშვილი აიჭერს ბურთს. ასეც არის. 19 წუთი. ის ორი ნახევრის. ზევ 2-1 ანგარიში. გოლდენი იგებს. მეტრეველზე გაკეთდა პასი. არ გამოვიდა ეს გადაცემა, კარგი. ისევ ჯორჯიას ფეხბურთელები იცდილობენ შეტევას. მაგეთ კარგად. პასი! ამოიცი, ნეიგვიდა. თამაშგარია ბიჭო. თამაშგარი არის როგორ ჩანს? გავდა თამაშგარი მდგომარეობას. გოტიაშვილი ბრავო. გოტია იყო. ალაჯენაცვალე. ივალე იყო აქ. გოლდენის მეკარე. უთხური ეკნება უი ჯორჯიას. და თავდაპირველ ეპიზოდში ცოტათი გავდა რომ წინ იყო ჯორჯიას ფეხბურთელი, მაგრამ არ დააფიქსირა. თამაშგარი კი სტანდარტული ჯორჯიას და თუნდა იყო. არა, ეს ჩაწოდება კარგი. ზელაძე. აუში, გაბიჭო. ესები და სწრაფად შეიყვანა ბურთი თამაშში კაპიტანმა შეიბრუნდა. ხარავს. იარსება. სადრო დააწყარე. დავაი. მეტრო უყურე. გააფრთხილე ეს. დავაი მეტრო. მეტრო მიჩი. ბურთზე მეტრო გააკეთა. გამოლიცია ხერხებს მესამე გოლის გატანა. აი ეს 3-1. ორგულთიანი უპირატესობით გავიდა ჯაბარ ეშკაშელის გუნდი და ბრავო მეტრაველს რომელმაც პასი გააკეთა იმ სიტუაციაში. ცარიელ კარში გაატანია ბარდაოლიძეს. აი ესე 3-1 ანგარიში უკვე ისეთია რომ ახლოს არის გოლდენ აკადემია პირველ ტურში ჯორჯიას წინააღმდეგ უმძიმესი და მნიშვნელოვანი სადრო ყურადღებით სადრო. გამეორებით ხედავთ ეპიზოდს. კარგად ითამაშა მართლაც აქ მეტრეველმა. ხო ბანძელაც არ იყოს მეტრეველსაც გოლს პლუს პასია გამშეხვედრაში და ასე ძალიან კარგი თამაშია. ბრავო. ათიას და თქონდა ბარდაოლიძეს დაუკარგოთ, ასე გერიელი კარი იყო, მაგრამ მეც მოახერხა გამშეხვედრაში თავის გამოჩენა. კი ვით ჯორჯიას ფეხბურთელები პასი! იცდებიან რა თქმა უნდა. აიყვანა. შენია, კაცი, შენია. კი დატოვებს აქცეს მოედანს არა? პრეზიდენტი მაინც ძალიან კარგი იყო ამ სიტუაციაში, ართვა ბურთი მეტოქეს, როგორ პასი არ გამოვიდა. ასეთი გარსევები მინაცი დროზე. წარმოგიდგენთ მეტრეველი იხსნება. არა, დაგვიან და თავდაპირველ ეპიზოდში შეიძლებოდა მეტრეველზე პასი და მერე უკვე ძალიან დიდი სივრცე იქნებოდა, მაგრამ არაუშავს. იქნება კიდევ ორი სივრცე დარჩენილი, იმიტომ რომ ორივე ვით ჯორჯია ცდილობს შეტევას. არ მივარდე. ერთი ბანძელაძე აქ დაარღვია. ჯარიმა, არაუშავს. კაცო, აბა სხვანაირად გარბოდა. ხო, ძალიან დიდი სივრცე იყო დარჩენილი კარამდე და ამიტომ სწორი იყო რომ ჯარიმა აიღო. მაგ ვითელი ბარათი ბანძელაძეს. არაუშავს, კაცო, მაიკაზე მოკაჯა აბა. აუ, თამაში მოდი. პირველი ტურის დაპირისპირება და ყველაფერი ნახეთ უკვე ამ შეხვედრაში. აქ სტანდარტული ექნება ვით ჯორჯიას. აუ, ერთი ორი პირა გინდა ჩემი. გოდი ყურადღებით აგერ გოლზე. ამის და მეოთხე წუთი ის ჩვენი შეხვედრის გაუშვა. კარში გაუშვა. და შვილი განაახლებს თამაშს. პანძელ შეიწიე, შინი პანძელ.
მიერა შეიყვანა თამაში არ არის საკმაოდ გარდაუვალე ნახოთ ახლა იქნება ვით შეინარჩუნა რას ფაულია პასი უკან ჩაუზილაძე მie შოთი აიტანე ნანიტაშვილი მოვიდა შოთი მეტრეველი კარი თამაშობს მაინც შემდეგ პასი ვებ ოკეი უკან ჯორჯია გარე თამაშკარი არ არის აქ სტუდია და გოტიაშვილი რა კარგი იყო გძელდება ისევ შეტევა დარტყმა და მაინც სამი თორი ხდება ანგარიში თამაშია ჯორჯია კლავ გოტიაშვილმა მაინც პირველ ეპიზოდში მოახერხა ბურთის მოგერიება შემდეგ რა თქმა უნდა ვეღარ მოვთხოვთ უკვე გოლდენის მეკარის გადარჩენას თავისი გუნდის 3-2 ისევ თამაშია ჯორჯია საოცარი თამაშია სამი-2 ანგარიში გაგრძელდა თამაში. ნაინტაშვილის გადაცემა არ გამოდის ამასობაში ბურთი დარჩება აკადემიას. თამაშია მაინც ჯორჯია 3-1 იყო ანგარიში და 3-2 გახდა იქამდე. პირველი გოლის სამშობლოში გაიტანა გოლდენ აკადემია და გაათვალა ჯორჯია, შემდეგ ისევ გოლდენის გოლი იყო და 1-1 გახდა. აქ ურადღებით უნდა იყვნენ გოლდენის ფეხბურთელები, ისევ ჯორჯია არის ბურთი და ეს ნომერი, რომელიც ძალიან აქტიურობს ჯორჯიაში, ბოლო გოლის სწორედ მისი ანგარიშზეა. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ორივე გუნდის შემადგენლობაში ორი მოთამაშე აკლია გუნდებს, დაძევებულია შესაბამისად. მუშკოდიანი ბაჭარაძე არის გოლდენ აკადემიის შემადგენლობაში, როტიაშვილი გას კარში. მომენტისთვის ძალიან კარგადაც ჩარგა როტიაშვილი, ერთი ისეთი ბურთი აიღო, რომ ორი, მაგრამ მეორე საგების შემთხვევაში მაინც გავიდა გოლი, მაგრამ მაინც უნდა უკარგოთ. მიდი ბაძე, წავიდა ბაძე! ისე იწ. პირველ ეპიზოდში უთულესი ბურთი აიღო და გადაარჩინა 1-1-ზე. ჯორჯის კაპიტანი გადაარჩინა საფრთხე გოლის გაშვებას. გადაცემა არ გამოვიდა და ბურთი გოლდენ აკადემია ისე უკან გადაცემა. კენკიშვილი მეჟავა გოლდენ აკადემიას სამოსობაში მარცხენა ფლანგიდან შეტევას. ნიჩარი შემოსულა მოსულში მოედანზე ბურთით ისევ გოლდენ აკადემიის ფეხბურთელები გავიდა გადაცემა შემდეგ დატრიალებას კარგია მილერზე პასი ცოტათი ძლიერი იყო მაინც დაიწევა ბურთს მე-10 ნომერი უკან გადაცემა ბანძელაძეზე ბანძელაძის ჩაწოდება არ გამოდის არაუშავს იქნება დარტყმა კარიდან ჯორჯიას მეკარი შეიქმნა სწრაფად ბურთს თამაში 79 წუთი ჩვენი შეხვედრის რო არის დარჩენილი და ყურადღებით უნდა იყოს გოლდენ აკადემია დასვეში ანგარიში ისეთია რომ 3-2-ია თამაში არის ჯორჯია ხუთი გოლი გავიდა შეხვედრაში ძალიან სანახაობრივი თამაში და უგოლიანი ეს ფავორია ბურთი ჯორჯიას აქვს მაგალითად ბურთი არ არის გარიმა რომსაძე შემდეგ ბარდაველიძე ნახოთ აქ პეტრო აიდი მოექნება იქნება ბარდაველიძე მარტოა სამი ფეხბურთელის გარემოცვაში გაუჭირდებოდა აქ ბურთი შენარჩუნება მე-13 ნომერს ასიც არის ბურთი დაკარგა ბარდაველიძემ და შემდეგ ვეღარ დაიბრუნეს ბურთის საფრთხე გოლდენის ფეხბურთელები და იგივე რასაც აკეთებენ ჯორჯიას ფეხბურთელები გარეთ ტერფით გაკეთდა აქაც გარეთცემ უცვლელებზე მაგრამ კარგად თამაშობენ გოლდენის ფეხბურთელები პოზიციურად აქ ჩაწოდება და არა კარგია გადავიდა ბურთი და იქნება დარტყმა კარიდან ძალიან სახიფათო არის ასეთ დროს ხომ უკან აკეთებს უმეტესწილად ყველა შეტევაში ჯორჯია პასებს და ის ბოლო გოლი რომელიც გავიდა მეორე გოლის ჯორჯიას სწორედ ასეთ სტილში იყო უმეტეს ახლა გასნაკლები როცა არის გოლდენ აკადემია დაცვაში ძალიან გაუჭირდება რა თქმა უნდა თამაში ასეთ დროს პოზიციურად თუესია ის დაკავება მაგალი გადაცემა ტრეველი გარდაველიძე რომელიც ითამაშეს ბურთზე მეკარეზე პასი ამასობაში
ასია რა თქმა უნდა, ის არ არის, რა თქმა უნდა, ისეთი ეპიზოდი, სადაც რო ჩემთხოვით აკეთებენ ფეხბურთელები მეკარეზე პასი და არ ითვლება ასე დროს პასი გამიზგურ გადაცემად. ეს რა თქმა უნდა პასი იყო და თავისუფალი იქნება. კარგი შანსი ექნება გოლდენ აკადემიას. უბალე კარგად იცის ფეხბურთის მოყვარელებმა და გულშემატკივრებმა რომ არ შეიძლება. ენაც უთხავენ, როგორც ყველა კაცი. ასის თანამედროვე პასის შემდეგ მეკარის ხელებში არის და არ შეიძლება და შეიძლება დაუშვეს. აი ეგ შეიძლება კიდევ ერთი ორბუთიანი უპირატესობა წაიყვანოს გოლდენ აკადემიამ. 71 წუთი ის ჩვენი შეხვედრის და რაღაც 9 წუთი არის მაქსიმუმ თამაშის ბოლომდე დარჩენილი. კიდევ არის სათამაშო დრო. ახი ყურადღები მეტრეველი დაარტყავს. შავრე ბანძელაძე. აიჭრა ბანძელაძეს არა უშავს ბანძელაძეს. მაგისტი არ გამოვიდა. არა უშავს. კარგი თამაშია კაპიტანს და ის რომ ახლა გოლდენი იგებს, რა თქმა უნდა ბანძელაძის დამსახურება ერთ-ერთი ჩეული მართლაც არის. შეფეთაში გოლდენის შემადგენლობაში ერთ-ერთი იმიტომ რომ მეტრეველიც ძალიან მაგარია და მეტრეველიცაც არის, ხო? ის რაც ბანძელაძის აქამშეთებაში გოლის პლუს პასი და ფეხბურთელმა მოახერხა გოლის გატანას და საგოლე პასის გაკეთებას. ოდიაშვილი ამასო. მეტრო შუაში შეიწიე მეტრო. შუა. შეიყვანა თამაში, არ გამოსცემ, მაგრამ უთი დარჩება ისო გოლდენ აკადემიას. ზელაძის პასი არ აქვს. ასაკეთე. მეჟავას მეტი არ გამოვიდა გადაცემა და ლაუბი ჯორჯია ბეტოხის ნახევარზე უკან გადაცემა პოზიციური ტესტებიან აქ შეტევას ჯორჯიას ფეხბურთელები დავიდა ის პასიც ჩვენი ფლანგიდან ამჯერად ჯორჯიას შეტევა ხდება ჩაწოდება გამოდის საჯარიმოში იქნება აუტი არჩებიან ისევ რანიმაისური ფეხბურთელები შეტევაში აქ კი ერთ-ერთი ჯორჯიას მოთამაშეა დაშავებული ოფერი გზა იქნება და თამაში გამძლებას მოახერხებს ეს ფეხბურთელი აუტი ჯორჯიას საჯარიმოსთან ახლოს თან ერთად იქანებო და კარგად არის. რამდენი ხანია ჯერა. ის გარბუდა. ეკაოთ. კუდუხაშევი. აი, კერესელი. მოაწოდეს აუტი ჯორჯიას ფეხბურთელებმა ჩაწოდება იქნება საჯარიმოში ჩაწოდება და გოლდენის ფეხბურთელებმა მეტრეველი ნახევარი თუ არა ბუძე არა გამოვიდა შემდეგ ყურადღებით უნდა იყვნენ გოლდენის ფეხბურთელები ზელაძე არა გუჩა ჯარიმა კანდიდატი თამაშის წესები და კიდევ ერთი სტანდარტული ექნება ჯორჯიას გოლდენის კართან ძალიან საფეხბურთო ჯარიმა. კარში დარტყმა უფრო კარგი ვარიანტია აქედან ნახევარი კარი და ამიტომ ყურადღებით იქნება სკოტიაშვილი და ერთი გავიდა და სამნერიო მოვიტევთ. იქებს სამი თორს. რიანი კუდი მოაწყო. ძალიან რთული თამაში გამოდის ასეა თუ ის. არა. მეორე ერთი გავიდა და უკან დატრიალდა და მერე მორგენი დარტყმა და რა გოლი გაიტანა 3-3 საოცარი გოლი იყო. ნუ აქ კოტიაშვილი ვერაფერს ვერ იზამდა ყველაფერიც სადა მეკარე გაიშალა ბოლომდე, მაგრამ გოლი იყო ძალიან ამას, უნდა ვთქვათ ეს მოკლედ 3-3 ისევ თანაბარია ანგარიში.
ხო არა უშავს, დარჩენილი დრო არის მაინც და იქნებ მოხერხდეს მაინც მეოთხე გოლიც გატანა საბოლოოდ და გოლდენმა მოახერხეს მოგიფა. 76 წუთი მიდის ჩვენი შეხვედრის 5 წუთი გვაქვს მაქსიმუმ დარჩენილი თამაშის ბოლომდე მეტრეველი ითამაშა ბურთზე ნახოთ შემდეგ რას იზამს გამოვიდა მაგრამ ძალიან კარგი საქშეთო მომენტია დარტყმა მეკარე რა ბურთი აიღო ძერდება შეტევა კიდევ ერთი მომენტი ლეშავა რომელმაც კვლავ გაიყვანა გოლდენ აკადემია არ ვიცი რამდენი იყო გასული რომ გოლი გაიტანა ვიჯორჯიამ და შემდეგ პირველივე შეტევაში მოახერხა გოლდენ აკადემიამ გოლის გატანა 4-3 ისევ გადის გოლდენიცი საოცარი თამაში გამოდის მართლაც არ ვიცი სიტყვებს ვეღარ პოულობ 4-3 ანგარიში და დამსახურებულად გადის ისევ გოლდენი წინა შეხვედრაში ძალიან უახლოვდება გოლდენი მოგებას განმეორებით ხედავთ ეპიზოდს. ძალიან კარგი დარტყმა იყო შესანიშნავი. მეჯავას მხრიდან. იქამდე კუდუხაში შეიძლება გატანა და მეკარე მაიღო ძალიან ლამაზი ბურთი, ძალიან მაგარი ბურთი და შემდეგ იყო ძალიან ლამაზი გოლი. თქმა მინდოდა 4-3 ბურთი გოლდენ აკადემიას. კუდუხაშვილი აბა არა ვერ შეინარჩუნა შემდეგ ბურთი არა უშავს. იქვე უნდა ეცადო გოლდენი. ურაგდებით აი აქ სივრცეა შუაში და არ უნდა გაზღვეს აქ ბურთი. ასე გავიდა მაგრამ კარგი იყო. გასვეშია გოლდენია. ბურთი ვიჯორჯიას მარჯვენა ფლანგიდან მიიწევენ ისე ვიჯორჯიას ფეხბურთელების სუმოძრაობა ურადღებით დარტყმა არ უნდა იყოს აქ არ უნდა დაარტყმევინონ სუმოძრაობა კიდევ ერთი აქ ემპი დავარდა შემდეგ დარტყმა აიღო გოტიაშვილმა კიდევ ერთი ძალიან მაგარი მოგერიება გოტიაშვილის ისევ აქ აია პროფესორი სამფორტა იქნება ძალიან მაგარი თამაში მიდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ასე გამყვანია მე ზოგადად გოლდენის მონაწილეობით და ზოგადად რავი საოცარი თამაში გამოდის 7 გოლი გავიდა ამ შეხვედრაში და გავარია რომ იგებს გოლდენ აკადემია აქ შეტევაშია ისევ ჯორჯია არ გამოდის გადაცემა კუდუხაშვილი კარგია შემდეგ პასი იყო საჭირო მაინც შეინარჩუნა ბურთი გოლდენმა მაგრამ იგებს პასი არ გამოვიდა ლავ ჯორჯიას ფეხბურთელები ეწევიან შეტევას მაღალი პასი არ გამოდის კუდუხაშვილი კარგი თამაშობს ტრელიძე ურადღებით მაღალი გადაცემა ეს თამაშგარი არ არის და გადარჩა გოლდენ აკადემია ვერ დაარქვეს აქ ვერ მოარტყეს ბურთს ფეხი კარგად ვიჯორჯიას ფეხბურთელებმა იქნება დარტყმა კარიდან 79 წუთი წავიდა შოთი აკი ბოლოს წინა წუთი წავიდა ჩვენი შეხვედრის დასრულდა იმით რომ გოლდენმა მოიგო ძალიან თურ თამაში მოახერხა ვიჯორჯიას დამარცხება და 4-3 სადაც ყველაფერი შეხვედრაში მოახერხა ჯაბალეშკაშელის გუნდმა პირველ ტურში 3 გოლის მოეპა დამსახურებია რა თქმა უნდა მე ინებზემ ვიყავ თქვენთან ერთად მადლობას გიხდით და ბედნიერ დღეს გიხდით